საკუთარი სახლის ეზოში მიწაში მოწყობილ ამ სპეციალურ სათბურში განსაკუთრებით დიდი ოდენობით კანაფი მოჰყავდათ. ქოთნებიდან ამოღებულ კანაფს აშრობდნენ და სარეალიზაციოდ ამზადებდნენ. სამართალდამცველებმა ამ სამალავიდან 283 ძირი კანაფი და 3 კილოგრამამდე მარიხუანა ამოიღეს. სახლის მეპატრონე კი ნარკოტიკული საშუალების უკანონო დათესვა მოყვანის, შეძენა შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ მიწის ქვეშ სათბური იქნა აღმოჩენილი. რის შედეგადაც დაკავებული იქნა ერთი მოქალაქე. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა 283 ძირი კანაფი, 3 კილომდე მარიხუანა. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები და ელექტროსასწორები ამოიღეს. დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა. ირკვევა, რომ ის წარსულშიც ნასამართლევია. ახალი ბრალის დეტალებზე კი მისი ადვოკატი ჯერ ვერ საუბრობს. Klientan შეთანხმებული პოზიციები არ მაქვს, ვერანაირ ფაქტს დავადასტურებ, ვერაფერს უარყოფ. საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ნარკოდანაშაულისთვის თბილისსა და აჭარაში კიდევ 7 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მეთადონი, ალფა-პვპ, მარიხუანა და პრეგაბალინი ამოიღეს. სამართალდამცავები აქტიურად აგრძელებენ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას. აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო 24 საათის განმავლობაში ატარებს საპოლიციო ღონისძიებებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით 24 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია კიდევ 7 პირი. სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.